ილია თოფურიამ ნამდვილად კარგად იბრძოლა. ჯასტინ გეიჯის კი სათანადო პატევი უნდა ვცეთ მისი გულის გამძლეობის და იმის გამო, რომ ილია თოფურია შეტევებს გაუძლო და ზუსტად იმ პოზიციაში ეჩხუბა, სადაც ილია ყველაზე ძლიერია. ხანდახან როცა ვინმესთან ზუსტად იმ პოზიციაში ჩხუბობს, სადაც ის ყველაზე მეტად აღწევს წარმატებას, შეიძლება მას ეს აღარ გამოუვიდეს. სწორედ ეს შეიძლება აღმოჩნდეს მისი კრიპტონიტი. შეხედეთ მაქს ჰოლოვეის, ჩარლზ ოლივეირას და ალექს ვოლკანოვსკის. ყველა მათგანი გარბოდა და ილიასთან დისტანციის დაჭერასაც ცდილობდა. ჯასტინ გეიჯი კი პირიქით. მან ეს ბრძოლა მიიღო. სწორედ აქ გრძნობს ის თავს კარგად და ზუსტად აქ დამარცხდა ილია თოფურია. როცა ისეთ ვინმეს დაუპირისპირდა, ვინც ამ პოზიციაში მასავით კომფორტულად გრძნობდა თავს, თან ჯასტინს ეს გამძლეობა ნამდვილად აქვს. სრული სიგიჟე, ბრწყინვალე ბრძოლა იყო, თითეული წამით ვისიამოვნე, ტექნიკით, იმ მომენტით, როცა ილია თოფურია და ჯასტინ გეიჯი თითქოს სატელეფონო ჯიხურში ჩხუბობდნენ. ეს უბრალოდ ულამაზესი სანახაობა იყო. თითეული დეტალით დავტყვი, ამიტომ მადლობა ამ ორ ჯელტმენს. მათ ეს საოცარი ბრძოლა გვაჩუქეს. ულოცავ ილია თოფურიას და ულოცავ ჯასტინ გეიჯის, რომ საბოლოოდ გახდა მსუბუქი წონის უდაო ჩემპიონი. გილოცავ ძმაო. მან ჯერ პედი პიმბლეტი დაამარცხა. ახლა კი ისეთი მებრძოლი დაამარცხა, ვინც ჩემს თვალში მსოფლიოში საუკეთესო მებრძოლი იყო pound for pound რეიტინგში. მას შეუძლია როგორც დგომში ჩხუბი, ისე ჭიდაობა. მოკლედ, საოცარი ბრძოლა იყო. როცა ჩამოვფრინდით, ჩემი ინტერნეტი არ მუშაობდა, სამაგიეროდ ჩემი მეგობრის მუშაობდა. და მეუბნება, ჯასტინმა მოიგო. უთხარი რა? ვერ დავიჯერე, მეგონა მეხუმრებოდა. ის კი მიმტკიცებდა, რომ ჯასტინმა ტექნიკური ნოკაუტით მოიგო. და მე ვუთხარი, გამორიცხულია. მანახე მეთქი. და როცა ვნახე სიმართლე გითხრათ ვერ დავიჯერე. ძალიან გამიხარდა. ილია იმდენად თავდაჯერებული იყო. ეგონა გამოვიდოდა და მაშინვე გათიშავდა, როცა ახლოს მიდიოდა ჯებსაც კი არ იყენებდა. პირდაპირ მარჯვენა მუშტს ისროდა და სწრაფად ცდილობდა მის გათიშვას. მაგრამ ჯასტინი ნამდვილი მხეცია. მაგარი ნიკაპი აქვს. და სულ ჯებით აჩერებდა. ჯასტინის ჯები საოცრად კარგი იყო. ილიას კი თავი კანელო ეგონა. ჩათვალა, რომ საუკეთესო კრივი აქვს, თუმცა ვერაფერს გახდა. ჯასტინმა კარგად იმუშავა. მესამე მეოთხე რაუნდში როცა გადიოდნენ, ექიმი თითქოს ბრძოლის გაჩერებას ცდილობდა, მაგრამ მან მაინც გააგრძელა. რას ფიქრობ ამაზე? მესამე რაუნდში უნდა გაეჩერებინათ, რადგან თვალი დასიებული ჰქონდა და ვერაფერს ხედავდა, მაგრამ ჩხუბი მაინც უნდოდა, რადგან ის მეომარია. კი, ჩხუბი უნდოდა, მაგრამ სანამ მეოთხე რაუნდი დაიწყებოდა, მისმა ძმამ თქვა, არა, საკმარისიაო. ეს სწორი გადაწყვეტილება იყო, იმიტომ რომ ძალი თვალით ჩხუბი ძალიან რთულია. მით უმეტეს როგორც გავიგე, ორბიტალური ძვალი გაიტეხა. Twitterზე ნომას დაწერე, რობერტო დურანის ცნობილი ფრაზაა, ილია ნომას თოფურია. რას ნიშნავს, რომ დაანებდა? ფიქრობ, რომ დაანებდა? რა თქმა უნდა დაანებდა. რას გულისხმობ? შენ თავად თქვი, რომ ეს ძმის გადაწყვეტილება იყო. ძმას ეგრეც რომ მეთქვა შეეძლო ეპასუხა, რომ ჩხუბს ვაგრძელ. დაუჯერებელი მთავარი ბრძოლა ვიხილეთ. უბრალოდ მინდა შენი აზრი მოვისმინო ამაზე. ცხადია, რომ ეს ღამის ბრძოლა იყო, ალბათ წლისა თან რაც გინათ ის დაარქვით. ეს ერთ-ერთი საუკეთესო ბრძოლა, რაც ოდესმე მინახავს. ეს დაუჯერებელი იყო, განსაკუთრებით მაშინ, როცა ბიჭი 6-1-ზე, 7-1-ზე თუ 8-1-ზეა ანდერდოგი. გადის და იმას აკეთებს, რაც ამაღამ გააკეთა. შემდეგ ილია და მისი დარტყმები გეიჯის რომ კორპუსში გაუტარა უბრალოდ შესანიშნავი იყო, თუმცა გეიჯი ამას გაუძლო. შემდეგ ლამის სამკუთხედშიც მოექცა. მოკლედ, ამ ბრძოლაში ყველაფერი ვნახეთ. ჯასტინი ილია თოფურიას შეხვდა, ბიჭს, რომელიც მთელ კარიერის მანძილზე აბსოლუტურად ფენომენალურია. მეორე რაუნდში ისე ჩანდა, თითქოს ილია მის გათიშვას შეძლებდა. პირველი რაუნდი ძალიან ახლოს იყო. ილიამ პირველი რაუნდის მეორე ნახევარი ძალიან მაგრად იჩხუბა. ჯასტინი გვერდებში დააზიანა. არ ვიცი როგორ შეძლო ჯასტინმა წამოდგომა და თავის დაცვა. ილია პარტერშიც გაჰყვა, მუშაობა დაიწყო, საბმიშენი დასრულებას სცადა, მაგრამ ამ პოზიციაში ბევრი ენერგია დახარჯა. გეიჯი წამოდგა. მთელი ბრძოლის განმავლობაში მესამე რაუნდი მისთვის საუკეთესო იყო.
წინ მიიწევდა ილია დარტყმებით წააქცია და მერე მართლა კარგად შეძლო გაშლილიყო. ბიჭებო, მესამე და მეოთხე რაუნდებს შორის სრული სიგიჟე მოხდა. ილია ბრუნდება, მეოთხე რაუნდს კარგად იწყებს, საოცრად მუშაობს. მაგრამ მეოთხე რაუნდის ბოლოს ტეიქდაუნზე მიდის. ჯასტინი თავს იცავს და დასრულებამდე 10 წამით ადრე დარტყმებს იწყებს. მუხლს არტყამს კორპუსში. ეგრევე შეამჩნევ ვილიამ მარცხენა ხელი უკან წაიღო და მერე ბრძოლა მეოთხე და მეხუთე რაუნდებს შორის შეჩერდა. ილია ძმამ თქვა, ბრძოლას ვასრულებთო. კუთხეში სხვამაც თქვა, რომ საკმარისი იყო. ილია თოფურია განადგურებული იყო, მაგრამ არ ეტყობოდა, რომ დანებებას აპირებდა. სიმართლე გითხრათ, მეგონა, რომ მეოთხე რაუნდი ერთ-ერთი საუკეთესო იყო, მას მერე რაც ჯასტინმა აჯობა, მაგრამ ეს ჯასტინ გეიჯის საღამო იყო. ჯასტინმა მეომარებით იჩხუბა. ფიქრობ, ილია დასაწყისშივე პირდაპირ წინ მიდიოდა. ილიამ ზეწოლა დაიწყო, არანაირი ცრუ მოძრაობა, პირდაპირ მასზე მიდიოდა და თავიდანვე ბევრი ჯები მიიღო. პირველ რაუნდს რომ უყურებ, პირველივე წუთში ბევრ შეცდომას დაინახავ, რომელიც ილიამ დაუშვა. ალბათ ეგონა, რომ პირდაპირ შესვლა შეძლებდა. არ მგონია მეტოქე სათანადოდ შეეფასებინა. პირდაპირ მასზე წავიდა და ამის საფასურიც გადაიხადა. იქ რამდენიმე ჯები მიიღო, მაგრამ მეორე რაუნდში გზა იპოვა და გეიჯი წააქცია. რაღაცეები შეცვალა, სისწრაფეს მოუმატა. მიუხედავად ამისა, ის არ იყო ისეთი დაცვითი, როგორც ჩვეულებრივ არის ხოლმე. ილია არ იყენებდა ცრუ მოძრაობებს და მოსამზადებელ კომბინაციებს, რასაც ჩვეულებრივ აკეთებს ხოლმე, თუმცა სისწრაფეში და ძალაში უპირატესობა მაინც ჰქონდა და ეს ყოველ დარტყმაზე ჩანდა, დამანგრეველი იყო. მისი სისწრაფე აშკარად აღემატებოდა მეტოქისას, მაგრამ მგონია, რომ არ გააკეთა ის, რასაც ჩვეულებრივ აკეთებს ხოლმე. ცოტა მეტი ფინტის და ცოტა მეტი მოძრაობის მაგივრად გეიჯზე ხარივით წავიდა, რის გამოც გეიჯიმ შესანიშნავი დარტყმები განახორციელა და მას შემდეგ ტაქტიკის შეცვლა აღარ შეუწყვეტია. მაღალ დარტყმებს იყენებდა, ტეიქდაუნზე კლინჩზე მიდიოდა, რომ მერე დაერტყა, კლინჩში ჩხუბობდა და მერე ყველაფერი მართლა კარგად დაალაგდა. ყოჩაღ გეიჯის მესამე რაუნდი სიგიჟე იყო, გეიჯი მეგ რაუნდი მოიგო, მეოთხეც გიჟური იყო. წარმოდგენა არ მაქვს ილიამ თავი როგორ დააღწია. ექიმები პირდაპირ შევიდნენ, ბრძოლა გააჩერეს და მერე მაინც გააგრძელებინეს. სრული სიგიჟე იყო. ეს ერთ-ერთი ყველაზე გიჟური ბრძოლაა, რაც ბოლო დროს მინახავს. ნამდვილად ვფიქრობ, რომ გეიჯი ამ გიჟური ბრძოლით ისტორიაში შევა. ამ გამარჯვების შემდეგ ის სულ სხვა პლანეტაზეა. ის თავის საქმეს აკეთებს. შეიძლება წაიგო კიდეც. რა მნიშვნელობა აქვს? ის როგორც დღეს გაიმარჯვა, მართლაც თავის დონეზეა, ხომ გესმის? 155-ში, როცა ილიას ნაირ მებრძოლს ქამარს ართმევ, ნამდვილად შთამბეჭდავია. არ ვიცი რა იქნება შემდეგი გეიჯისთვის, არც ილიასთვის ვიცი რა იქნება შემდეგი. მაგრამ ხანგრძლივი შესვენება ნამდვილად დასჭირდება. ეს ზუსტად ისეთი ბრძოლაა, სადაც დიდი შესვენება გჭირდება. ცოტა ხნით მოდუნება გჭირდება, რომ გონება, სხეული და ძვლები მოირჩინო. გონი თვალის ორბიტალური ძვალი გაიდეხა, შეიძლება ორივეც. იმედი მაქვს, ჩემი ბიჭი მალე გამოჯამრთელდება. მოკლედ სიგიჟე იყო იმის ყურება, თუ როგორ უწევდათ მის კუთხეში მსხდომთ პირსახოცის სროლა. აი რაც უდღეში იყო და საშინელებაა, როცა თვალებიდან ვერ ხედავ, მაგრამ ეს იმაზე მეტყველებს, თუ რამხელა მებრძოლია ილია. არასდროს დანებებულა. როცა შანსი მისცეს და კითხეს, დარწმუნებული ხარ, რომ გაგრძელება გინდაო, მან უპასუხა, რა თქმა უნდაო. ყველამ ვიცოდით, რომ ვერაფერს ხედავდა, რადგან პირველი რაუნდიდან მოყოლებული მარჯვენა თვალიდან მართლა ვერ იხედებოდა. მოკლედ ის ნამდვილი მებრძოლია და ეს მართლაც შთამბეჭდავი იყო.